განვაგრძობთ გამოშვებას. Ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების სია გაიზარდა, ახლა მომხმარებელს კიდევ 7-ზე მეტი დასახელების წამლის მიღება შეუძლია რეცეპტის გარეშე. გადაწყვეტილება კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. ჩვენს რეპორტაჟში ნახავთ ჩამონათვალს, რომელი მედიკამენტისთვის აღარ დაგჭირდებათ ექიმთან ვიზიტი. ცვლილებები რეგულაციის ამოქმედებიდან 10 დღის შემდეგ ურეცეპტოდ გასაცემი წამლების სიას 772 დასახელების მედიკამენტი დაემატა. ჯანდაცვის სამინისტრომ გადაწყვეტილება ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. როგორც უწყებაში განმარტავენ, კონსულტაციები გაგრძელდება და ეს ცვლილებები საბოლოო არ არის. ამ ცვლილებების ისევე როგორც თავდაპირველი საკანონმდებლო ცვლილების მიზანი არის ერთადერთი, რჩება ერთადერთი, რომ ჩვენ მოსახლეობას კონდეს ხარისხიანი, კომფორტული და მიწვდომადი ჯანდაცვა. შეიძლება მომავალში აღმოჩნდეს, რომ ურეცეპტოდ გასაცემს დაემატოს, ამ პირიქით მათგან დაბრუნდეს რეცეპტით გასაცემს. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი. ჩვენ მივეცეთ ჩვენ რეკომენდაციები დავუშვათ და მაქსიმალურად რაც დავუშვათ უსაფრთხო იყო ადამიანებისთვის თვითმოხმარების შემთხვევაში გამოცდილი პრეპარატები წლების მანძილზე, აი ამ კუთხით დამუშავდა. ეს იმ წამლების ჯგუფებია, რომლებიც ურეცეპტოდ გასაცემთა სიაში გადავიდა. ადგილობრივი დერმატოლოგიური გამოყენების ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები, ანტივირუსული საშუალებები, ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ყურის წვეთები, იმუნომოდულატორები, ანტიმიკოზური საშუალებები, ვიტამინების საინექციო წამლის ფორმები, მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალებები, არასტეროიდული ანთების საშუალებები, საინექციო წამლის ფორმები, აზმოვიზური საშუალება, საინექციო წამლის ფორმები, ერექციის დისფუნქციის სამკურნალო საშუალებები, ჰეპატოპროტექტორული საშუალებები, ანტიჰელმინთური და ანტიპროტოზოიული, ბიოგენური სტიმულატორები, ანთების საწინააღმდეგო ანტიბაქტერიული საშუალებები, რეჰიდრატაციისა და დეზინტოქსიკაციური საშუალება, ელექტროლიტური ხსნარები. მოქალაქეთა უმრავლესობა ცვლილებებს დადებითად ხვდება. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება ოჯახის ექიმთან შექმნილ რიგებსაც შეამცირებს. ძალიან კარგია, რომ ურეცეპტოდ გაიყიდება, იმიტომ რომ მართლა იმხელა რიგები იქნება ახლა ისე მეშინოდა, რომ უნდა მივიდე ექიმთან და გამოვაწერო. ეს არის წინევა. 1000 რაღაცა დაავადებები მაქვს, 1000 რაღაცა მჭირდება და გაიქეცი ყოველთვის ექიმთან ჩადექი რიგში ესა ისა. ეს ძალიან მე თავიდანვე ისი არ მესიამოვნა ეს რომ ასეთი ის რომ შემოიღეს წესი, რომ მეტი რო არ შეიძლება. არ შეიძლება თვითნებურად წამლების ყიდვა. ექიმმა უნდა დაარეგულიროს. ზეპირად სხვას ის უხდება და იგივე წამალი თქვენ გამოიყენოთ, ეს არ შეიძლება. მაგრამ არც ის არ შეიძლება, რომ ასეთი ქაოსი იყოს. ცოტა სხვაგვარად უნდა მივუდგეთ. რიგების გამო შექმნილ დისკომფორტზე რეცეპტის გამოსაწერად ოჯახის ექიმთან მისული პაციენტებიც საუბრობენ. რაღაც მტკივარშვილი აქეთ და მე ვგრძნობ, რომ ნერვის ანთება მაქვს. დილით მოვედი და უკვე შევსებული იყო ჩაწერა და მითხრა რომ დაელოდე ცოცხალ რიგშიო და ველოდები. დრო იჭიმება რეცეპტების წერის დროს ახლა რომ ერთ ადამიანს ზოგიერთი 4 რეცეპტი დამხელა ფურცლებისა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის წინა პერიოდში უფრო მომსახურების მხრივ უფრო უკეთესი იყო, გამარტივებული იყო და დროის ფაქტორი. სავალდებულო რეცეპტის წესის ამოქმედების შემდეგ ოჯახის ექიმთან პაციენტების ნაკადის ზრდაზე საუბრობენ კლინიკებშიც. თუმცა როგორც საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში აცხადებენ, ცვლილება, რომელიც ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებს შეეხება, მიმართვიანობაზე ნაკლებად აისახება. მომართვიანობაზე რა ვიცი, ხა განსაკუთრებულად ალბათ არ შეცვლის. თვითონ პაციენტებისთვის შეიცვლება, იმიტომ რომ ძალიან ნერვიულობდნენ, ეგონათ რომ რაღაცა პრობლემები ექმნებოდა და პაციენტებისთვის უკეთესია, მე მგონი მოსახლეობისთვის უკეთესია, თვითონ რაღაც უფრო დაწყნარდნენ ამის გამო და ჩვენთან შეიძლება უმნიშვნელოდ შეამციროს. პანიკაშია თითქოს ხალხი, მაგრამ თანდათან წყნარდებიან, უკვე ხედავენ, რომ ძალიან ბევრი წამალი გადავიდა ურეცეპტო გამოყენებაში. ბევრი წამალი არის, რომ პაციენტი მოვიდა უკვე ექიმთან, ოჯახის ექიმთან, გაიცნო თავისი ოჯახის ექიმი. ეს რამხელა დადებითი დინამიკა არის. 772 დასახელების მედიკამენტის ურეცეპტოდ შეძენა შესაძლებელი ორშაბათიდან იქნება. დღევანდელი ცვლილებით ურეცეპტოდ გასაცემი წამლების სიაში 4128 მედიკამენტია.